როდესაც ტელეფონი იტენება, ბატარეა თბება. თუ ჰაერი კარგად არ მოძრაობს, მაგალითად, ტელეფონი ბალიშის ქვეშ ან საბანშია, ეს თბო ვერ იფანტება და გროვდება. შედეგად ტელეფონი უფრო ცხელდება და შეიძლება ბატარეა გადახურდეს. თანამედროვე ტელეფონები გადახურებისას ითიშება, მაგრამ ყველა არა. გადახურებული ბატარეა შეიძლება გასივდეს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ ბატარეას ცეცხლი გაუჩნდეს და ძალიან იშვიათად აფეთქებაც მოხდეს. ცეცხლი სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ბალიშზე და თეთრეულზე და ამასთან ერთად ბატარეა წვისას გამოყოფს ტოქსიკურ კვამლს. ახლა კი მოგიყვებით ცნობილ და რეალურ ისტორიას. 13 წლის არიელს Samsung Galaxy S4 ჰქონდა ბალიშის ქვეშ დადებული და ტენიდა. მაშინ როცა მას ეძინა. სავარაუდოდ ტელეფონი გადახურდა, გასივდა და აალდა. ამბობენ, რომ ტელეფონის ბატარეა არ იყო ორიგინალი, არამედ იყო შეცვლილი. Samsung-ის ინსტრუქციაში წერია, რომ კომპანიის მიერ არადამტკიცებული ბატარეის ან დამტენის გამოყენება ზრდის ხანძრის აფეთქების ან გაჟონვის რისკს. არაორიგინალი ბატარეები ხშირად უფრო საშიშია, რადგან ყოველთვის არ არის სრულად თავსებადი მოწყობილობასთან. ორიგინალით შეიძლება საშიში გახდეს, თუ ტელეფონი ძალიან გადახურდა. ამიტომ უმჯობესია ტელეფონი იტენებოდეს საწოლისგან მოშორებით. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ მას დღისით დატენით. ასე გაუთვალისწინებელი შემთხვევისას ფხიზლად იქნებით. არსებობს თერმული ჩანთებიც. ერთ-ერთ ვარიანტს ვიდეოში გაჩვენებთ, რომელიც ამცირებს ცეცხლის გავრცელების რისკს, თუ ბატარეა გადახურდა ან დაზიანდა. თუმცა ამ ჩანთას ყოველდღიურად არ ვიყენებ, რადგან ამ ეტაპზე ბატარეის გადახურების განსაკუთრებული შიში არ მაქვს. ვცდილობ ტელეფონი დღისით დავტენო და არასდროს დავიდო ბალიშის ქვეშ ან საწოლთან ძალიან ახლოს.